ისინი ყოველთვის გვაბრუნებენ უდარდელ ბავშვობაში. მათ ყოველთვის მოაქვთ მხოლოდ სიმშვიდე და მყუდროება. იქ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. მოასმენინეთ თქვენს პატარებს იმედის მომტანი კეთილის ღამრები. ბავშვობის დრო რადიო იმედზე. დიდი ხნის წინათ სამი სახელგანთქმული მატყუარა ცხოვრობდა. როგორც კი ერთად შეიყრებოდნენ, ერთმანეთს ტყუილის თქმა შეეჯიბრებოდნენ. ერთმა თქვა, ამას წინათ დედამიწას წაავაგლიჯე და ნესტოებში შევიტენე, მაგრამ რა გონიათ, ნესტოებში მაინც სიცარიელე მაქვს. აი, სტვენა გესმით? მეორემ თქვა, სულ ეგ იყო, მე კი გუშინ გასართობად სასტა დედამიწას ვაბურთავებდი. უცებ ცხვირით დავაცემნე და ორივე უკვალოდ გაქრაო. მესამემ მაშინვე მიაყოლა. ამას წინათ მზე ძალიან აცხუნებდა. მე თავზე მთელი სამყარო ჩამოვიფხატე და ასე მოვიჩრდილეო. მაგრამ ვერაფრით ვერ გადაწყვიტეს, ვინ იყო მათ შორის ყველაზე მოხერხებული მატყუარა. ერთხელ ამ მატყუარებმა სხვა მატყუარასკენ გასწიეს სტუმრად. სტუმრებს პატარა ბიჭი გამოეგება და უთხრა: მამა შინ არ არისო, საწავიდაო. მამამ თქვა, ამას წინათ გრიგალმა ფუძის მთა დასწრა და სადაცაა წაიქცევაო. ხოდა წავიდა, რომ 2 ყალიონი სტარი შეუყენოსო. დედა სადღაო. დედამ თქვა, ინდოეთის მიწა დაიხაო. 3 საკერავი ნემსი წაიღო და გასაკერა წავიდაო. ორივე მატყუარა საგონებელში ჩავარდა. ის იყო გაქცევა დააპირეს, რომ უცებ გულზე დარდი შემოაწვეთ და ისევ ბიჭს მიუბრუნდნენ. ჰეი, ბიჭიკო, გესმის? ამას წინათ გრიგალმა ქვის დიდი როდინი მოგვტაცა. თქვენ სახლში ხომ არ შემოვარდნილაო? შეიძლება კიდევაც შემოვარდა, უპასუხა ბიჭმა. ნახეთ, ფანჯრის თავზე აბლაბუდაში ხომ არ გაებაო? ორივე მატყუარა მენა მუცელში ჩაიგდო და სწრაფად გაშორდნენ იქაურობას. ამ დროს მამაც დაბრუნდა. შვილმა უთხრა: ჩვენთან მატყუარები იყვნენ მოსულები სხვა ქალაქიდან. მართლა მერე რა თქვესო? კითხეს, მამა შენი სად არისო? მე უპასუხე, ფუძის მთა გრიგალს მოუგლეჯია და მამამ ყალიონის სტარები წაიღო მის გასამაგრებლად მეთქი. მერე მკითხეს, დედა შენი სად არისო? მე უპასუხე, ინდოეთის მიწა გახეულა და მის გასაკერად არის წასული მეთქი. ძიები წავიდნენ, მაგრამ ისე უკან დაბრუნდნენ და მკითხეს: გრიგალს ჩვენი დიდი ქვის როდინი თქვენთან ხომ არ შემოუგდიაო? მე უპასუხე, მოდი და ნახეთ, აბლაბუდაში ხომ არ გაეხვია მეთქი. მაშინ კი დამნებდნენ და დარწმუნებლებმა მოკურცხლესო. შეშფოთდა მამა: შენ ჯერ ბავშვი ხარ და ასე უსინდისო ცრუობო. შინ არ გაგაჩერებ, სადმე წაგიყვანო. ბიჭი ნახშირის ტომარაში ჩასვა, თავი მოუკრა, ხარზე მოიგდო და წავიდა. მალე გზაზე 3 კიტნო შემოხდა. 3 კიტნოდან ღვინის სუნი გამოდიოდა. მამას უყვარდა ღვინისმა. ტომარა ფიჭვის ტოტზე ჩამოკიდა და ღვინის დასალევად 3 კიტნოში შევიდა. ვიდრე მამა გამოვიდოდა, პატარა მატყუარამ ტომარაში ჭუჭრუტანა იპოვა და გარეთ გამოიხედა. ხედავს გზაზე წელში მოხრილი მოხუცი მოდის კოჭლობით. ბიჭუნამ ლოცვასავით გააბა. მოხუცო, გაახალგაზრდავდი, მოხუცო, გაახალგაზრდავდიო. მოხუცი ტომარასთან მივიდა და ბიჭუნა შესწახა. მაგ ტომარაში რასაკეთებ? ეს ჯადოსნური ტომარაა, შიგვინც ჩაჯდება და დაიძახებს. მოხუცო, გაახალგაზრდავდიო, ყველანი გაახალგაზრდავდებიანო. გუშინ დილა 60 წლის ვიყავი, მაგრამ შევძვერი ტომარაში. დიდხანს ვილოცე და აი ხომ ხედავ, ბავშვად ვიქეციო. მოხუცმა გაოცებისაგან თვალები დააჭყიდა. დახე როგორი შესანიშნავი ტომარა ყოფილა, მეც მინდა გაახალგაზრდავება. მოდი მეც ჩამსვიო. რა გაეწყობა ჩაქსვამ, ოღონდ მუქთად არაო. თუ გინდა ამ გემრიელ კვერს მოგცემო. ბიჭუნამ კვერი გამოართვა, მოხუცი ტომარაში ჩასვა და შინისაკენ მოკურცხლა. მალე ბიჭის მამა გამხიარულებული გამოვიდა 3 კიტნოდან. შეხედა ტომარას და გაოცებულმა თვალები მოიფშნიდა. შიგ მისი შვილის მაგიერ უცნობი მოხუცი იჯდა და გაიძახოდა: მოხუცო, გაახალგაზრდავდი. მამას გაუკვირდა, მაგრამ როცა ყველაფერი გაიგო, კინაღამ ჭკუაზე შეიშალა. თქვენც მოუტყუები ხართ. თუ შეიძლება მაპატიეთ, ბოდიში მოიხადა მამამ და მოხუცი ტომრიდან ამოიყვანა. მამა შინ დაბრუნდა და ხედავს, ბიჭი უკვე მისულა. ზის და მოხუცის კვერს შეექცევა. მამამ სტაცა ხელი შვილს კისერში და ისევ ტომარაში უკრა თავი. შესაძაგელო, ახლა კი გასწავლი ჭკუას. მამამ ბიჭის სხვა გზით წაიყვანა, მაგრამ ამ გზაზე შეხვდა 3 კიტნო. იქიდანაც ღვინის სუნი გამოდიოდა. აბა ისე როგორ ჩაულიდა, რომ შიგარ შესულიყო. ითმინა, მაგრამ ბოლოს ვეღარ მოითმინა. ტომარა ისევ ხეზე ჩამოკიდა და ღვინის დასალევად 3 კიტნოში შევიდა. ბიჭმა ჭუჭრუტანიდან გამოიხედა და ხედავს, გზაზე ერთი ბეცი დედაბერი მოდის. ხეს რომ მიუახლოვდა, ბიჭმა ბუტბუტი დაიწყო. თვალებო ამიხილეთ. დედაბერი გაოცდა, ტომარასთან მივიდა და კითხა: მან რას აკეთებ? როგორ თუ რას ვაკეთებ? სივარ ჯადოსნურ ტომარაში და ლოცულობ. თვალებო ამეხილეთ,
დილასაკეთ ასე ულოცულობდა ამეხილა კიდეც თვალები. მანამდე კი ბრმა ვიყავიო. რა საოცარი ტომარა ყოფილა, მეც ძალიან ცუდად ხედავ, თუ შეიძლება მაგ შენს ტომარაში ცოტა ხნით მეც ჩამსვიო. შეევედრა დედაბერი. ჩაქვსვამ როგორ არ ჩაქვსვამ, მაგრამ უფასოდ არა. ხურმას მოგცემ და ჩამსვიო, თხოვა დედაბერმა. მან ბიჭს ერთი კალათა ხურმა მისცა. ბიჭმა დედაბერი ტომარაში ჩასვა, თვითონ კი შინისაკენ მოკურცხლა. გამხიარულებული მამა მალე გამოვიდა სამიკიდნოდან. ხედავს ტომარაში ვიღაც დედაბერისის. თვალებს ახამხამებს და ლოცულობს. თვალებო ამეხილეთო, გაოცდა მამა, მაგრამ როცა ყველაფერი გაიგო, უფრო მეტად განსვიფრდა. ეს სულ ჩემი საძაგელიშვილის ოინებია. გამოუსწორებელი მატყუარაა. თუ შეიძლება მაპატიეთ, მოიბოდიშა და დედაბერი ტომრიდან ამოსო. დაბრუნდა მამა შინ და რას ხედავს? ბიჭი ხურმით გამძღარა შუა ოთახში, გაშხლართულა და სძინავს. აბა რა უნდა ექნა ასეთი შვილისთვის? ამის შემდეგ ის მატყუარები უკვე აღარ კამათობდნენ, ვინ იყო მათ შორის ყველაზე მოხერხებული მატყუარა. ისინი ყოველთვის გვაბრუნებენ უდარდელ ბავშვობაში. მათ ყოველთვის მოაქვთ მხოლოდ სიმშვიდე და მყუდროება. იქ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. მოასმენინეთ თქვენს პატარებს იმედის მომტანი კეთილის ღამრები. ბავშვობის დრო რადიო იმედზე.